სასამართლო ბრალს განგიმართავთ ეხლა, რაც არის ბრალის დადგენილებაში მითითებული. ბრალის დადგენილების თანახმად სახელმწიფო ბრალდება გედაობათ ცემას, რამაც დაზარალებულისათვის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის დაზიანება. 126 მუხლის პირველი ნაწილი არის ბრალდების სახით წარდგენილი. 151 მუხლის პირველი ნაწილი გაქვთ ასევე წარდგენილი ბრალდების სახით. მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, აქ არის სიცოცხლის მოსპობის მუქარასთან დაკავშირებით საუბარი. აღნიშნული მუხლის სასჯელის სახით ითვალისწინებთ ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე, შინაპატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, თავისუფლების აღკვეთას ვადით 1 წლამდე. იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვას ან უფლების შეზღუდვის გარეშე სასჯელის განსაზღვრას. ბრალის დადასტურების შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია თითოეულ მუხთან დაკავშირებით ცალ-ცალკე დანიშნოს სასჯელი და შემდგომ გამოიყვანოს საბოლოო სასჯელი, ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, წარსულში თქვენი სასამართლობა იქნება თუ არა სახეზე, გვექნება თუ არა დანაშაულის რეციდივი და 59 მუხლის თანახმად სასამართლოს აქვს შესაძლებლობა მოახდინოს სასჯელთან მზიანი შეკრება, ნაწილობრივი შეკრება ან შთანთქმის პრინციპით საბოლოო სასჯელის განსაზღვრა. როგორც ბრალდებს გაქვთ უფლება დუმილის უფლებით ისარგებლოთ თავის ცნოთ დამნაშავედ ან არ ცნოთ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. თქვენი უფლება გახლავთ მონაწილეობა მიიღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში. მტკიცებულებათა გამოკვლევაში იგულისხმება, რომ ის პირები, ვინც დაიკითხებიან სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, კითხვები დაუსვათ ამ ადამიანებს მათ მიერ მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით. მონაწილეობა მიიღოთ შესავალი დასკვნითი საბოლოო სიტყვის წარმოთქმაში. თქვენი უფლება არის ჩვენებას მისცემთ თუ არა სასამართლოს და თუ მიუღებელი იქნება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება გაასაჭიროთ ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში. ასევე თქვენი უფლება არის გყავდეთ ინტერესების დამცველი ადვოკატი ან ინტერესები წარმოადგინოთ თქვენ თვითონვე. სახელმწიფოს ხარჯზე დამცველის მოწვევა დასაშვებია, როდესაც ამას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესი არსებობს, როდესაც პირი ექვემდებარება სავალდებულო დაცვას. ბატონორეს წარდგენილი ბრალდებების მიხედვით ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? რა თქმა უნდა, თავს არ ცნობ დამნაშავედ, იმ რაც არ ხდება იმაში ვერ ვცნობ. ჩვენ უკვე გადავდივართ შესავალ სიტყვებზე და ქალბატონ პროკურორს ვთხოვთ წანოს შესავალი სიტყვა. დიახ, მოგახსენებთ, მორესი კურტანიძის ბრალი ადეპეტება, რომ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120 მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში. 2020 წლის 5 სექტემბერს დაახლოებით 18 საათზე ქალაქ თბილისის სუნდუკიანის ქუჩა 9-ის მიმდებარე იტალიური საცხოვრებელი სახლის ეზოში. მორესი კურტანიძემ ციური ლამაზაშვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ძლიერად მოკიდა ხელი მარჯვენა მკლავის არეში, მუშტი ჩაარყა მარჯვენა თვალის მიდამოში, ასევე ხელები ძლიერად მოუჭირა ყელში. ყოველივე ზემო აღნიშნული ქმედების შედეგად ციური ლამაზაშვილმა გაინცადა ფიზიკური ტკივილი. დანაშაულით გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით. ასევე მორესი კურტანიძეს ბრალი ედება მაშინ, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში. 2020 წლის 5 სექტემბერს დაახლოებით 18 საათზე ქალაქ თბილისის სუნდუკიანის ქუჩა 9-ში მიმდებარე იტალიური საცხოვრებელი ეზოში მორესი კურტანიძეს ციური ლამაზაშვილს დაემუქრა. სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ უთხრა, რომ მოკლავდა. აღნიშნული მუქარა ციური ლამაზაშვილმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბრალდებულმა მიიჩნია სადავო მტკიცებულებად შესაბამისად მათი გამოკვლევის შემდეგ არსებითი განხილვის ხდომაზე დავრწმუნდებით გონიურულად შემოღმა სტანდარტით, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილია თავად მორესი კურტანიძის მიერ. მადლობა. მადლობა. ბატონ მორეს, შეგიძლიათ შესავალი სიტყვა ბრძანოთ, სადაც თქვენს სიტყვით, როგორც სახელმწიფო ბრალდებელმა თქვა, თავისი პოზიცია წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით, ეხლა შეგიძლიათ თქვენ ბრძანოთ თუ სურვილი გააქვთ. შეიძლება თქვენ იმას რომ წეს ის მიკროფონზე ზემოქმედებს და კარგად ხარვებს ისმის თქვენი ხმა.
ბრალდებასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია შეგიძლიათ ანუ პირველ რიგში პატივცემულო მოსამართლეებს მინდა მოგახსენოთ, რომ ესე იგი არანაირი დანაშაული არ მოხდა, ეს არის აბსოლუტური. ეს დასწრება საქმის მასალებიდან. არანაირი შემხედლობა არ ქონია არც იმ უბანთან, არც იმ ქუჩასთან, არც იმ ხალხთან, რასაც ქალბატონი პროკურორი ახმოვანებდა, რაც ბრალდების საქმის მასალებში. არანაირი მიზეზობრივი კავშირი არ აქვს ამ სერიოზულ აბსურდულ ბრალდებასთან. ეს არის ფაქტი. არ არსებობს არც მიზანი, არც მოტივი, არც მიზეზობრივი კავშირი. ეს ყველაფერი აღარ ჩანს საქმის მასალებში. ეს არის ყველაფერი წვილი. სად არის მაშინ წარმოადგინოს, რატო არ წარმოადგენს თუნდაც ელემენტარული რაღაცა თემი და რაიმე გადაწყვეტება თუნდაც. უბრალოდ რაღაც შეიძლება გარკვეული კატეგორიის ხალხი, რომელიც დაინტერესებული, ანუ კერძოდ პოლიციამ კეთილობაში და პროკურატურა, რომელიც დაინტერესებულია ჩემთან მიმართებაში, ურეკავენ ჩემს მეუღლეს იგივე თემს შესახებ საცხოვრებელ გამართ და ამის შედეგად ხდება ჩემი დაკავება განსაკუთრებით. დანარჩენი მე შემხედრობ ხალხთან არა მით უმეტეს იგივე რაიონის პოლიცია 2016 წელს ფიქსებულებათა ფალსიფიკაციით და პროცესუალური ფორმების დარღვევით კონვენციის მეხუთე მუხლის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობა ამ მუხლით დარღვევების ფონზე გამჩნდა სიგეში და ერთი წელი მოხდებინეს არარსებულ დანაშაულისათვის. ესე იგი, ხასრულეთ ხო ბატონო მორეს? ქალბატონ მარიამ, დღეს არ ყავთ მოწმეები? არა ბატონო. ძალიან ცუდი ვითარება არის ეპიდემიოლოგიური კუთხით ქვეყანაში უბრალოდ რო იცი. კარგით, შევთანხმდით 11 დეკემბერი პარასკევს დილით ისევ შევხვდებით ერთმანეთს. კარგით, მადლობა და ნახვამდის. ერთი წუთით აღკვეთან დაკავშირებული საკითხი მაინტერესებს და ეხლავე წესით არ უნდა იყოს საპრობლემო, მაგრამ მაინც გადავხედოთ, რაიმე არ იყოს. მარიამა, რამდენი მოწმის წარმოადგენა შეძლებთ, რომ ვფიქრობ, რომ ორი მოწმეს მაინც წარმოვადგენ მეტი თუ არა. ორს ყველა შემთხვევაში. კარგით, ორი მოწმე მაინც გვეყოლება, აღკვეთან დაკავშირებული მსჯელობა არ გვიწევს, იმიტომ რომ 29 ოქტომბერს აქვს ნამსჯელი ბატონ მოსამართლეს. კარგით. პარასკევს დილით ისევ შევხვდებით და გავაგრძელებთ ბატონო მორეს მოწმეთა დაკითხვით. როგორც პროკურორმა გვითხრათ, მინიმუმ ორ მოწმეს წარმოადგენს მაინც რომ დაკითხოთ მოცემულ საქმეზე. რომელ საათზე? დილით ისევ 10 საათზე. მარჯვენა მხარეზე თვალში გამახაუდა ყველაფერი. აი თუ შეიძლება კიდევ ერთ ან რომ დამიზუსტოთ მორესი კურტანიძე თუ დაგემუქრათ მოკლი. აბა მარას მეუბნება კლაუდა სულო დამხვალი იყო ფაქტურად ძლივს მოუბრუნდი. რომელ მოკლაზე იყო ლაპარაკი თუ დარივიყო ფაქტურად. ელში რომ გამიქირა ეს მაინც ახალგაზრდა მე რომ მე 70 წლის ვარ. მე მაგას როგორ მოვერეუდი, რანაირად მოვერეუდი ხარ. ახლა სიტყვებოდათ სიტყვებს ბუქარი შემცველ სიტყვებს თუ გეუბნებოდათ აი ამ მომენტში განხორციელებისას. ეს კაცი ნიკოლის განსაკუთრებია კურსი რა და რას რა უნდა ეთქვა მაგინებდა როგორი პირი ლავროცი განსაკუთრებია კურსი რო ჩავჩურჩულა დაინახე რა ვაგითხრათ ლავროცი განსაკუთრებია ჩემი მაგის მი რა კურსი რა გითხრათ გამსახურდია ვინ არის გამსახურდი აი ახლა რო გიჩურჩულათ კურსი ხან ერთ კურსი ხან მეორე კურსი და რო არ მესმის იმას მეუბნება რომ გავიგო
რა გაიგო თქვენ ლაპარაკობ და რას გეუბნება რომ გაიგო თქვენ ლაპარაკობ ქალბატონო ციური სმენის პრობლემა გააქვთ? რა სმენა კაცო ლაპარაკობდე და კურსი მივიდა ხან ერთ კურსი ჩაჩურჩულა ხან მეორეში ცირკია არა რა პრეტენზია გაქვს შენ თქვი რამე მე ვარ ეს პიროვნება ვინც ამბობ ვიცი რომ მემუქრები რომ უნდა მომკლა მაგრამ რა ხუდი მოიხადე ხუდი რომ დაფიქსირდე რა დაგიშავე რატო ავანტურისტობ რატო ასეთ ქალბატონო პროკურორო რა მართლა არ დამისრულებია ბატონო მორეს თავი შეიკავეთ თუ შეიძლება მე თავი თქვენ შეიკავეთ ვერ უნდა შევიკავო და გეკნებათ რა სიკებს სადიხარ და მოწმებს აგეთ პროვოკატორებს პროკურორს მოვა თქვენი დრო და კითხეთ თქვენ ქალბატონო მოსამართლე პროტესტს არ აცხადეთ მე პროტესტის გაცხადების უფლება არ აქვს მე ხომ მაგდა ხომ აღნიშნოთ შენიშნავ რომ კურსი ჩურჩულებს გამომცემენ როცა მოვა თქვენი დრო დაუსვით და დააზუსტეთ ეხლა აცადეთ პროკურორს თავს ქალბატონო გესმით ჩემი ხმა იახში ჭრილობები ხო არ მოგაყენებთ ხალის არის თვალებს რა ჭრილობები ხო დაგაყენებთ თვალს რომ დაგარკი მაგ დროს ხო არ გაგეჭრაო თვალის მიდამოებიო თვალის დამიფრიდა მერე ჩალურჯდა სილურჯე ქონდა შემდგომ თვალზე ან თვალის ირგვლივ სილურჯე ქონდა სიკეთლე და მერე სიკეთლეში წავიდა ექსპერტმა დააფიქსირა სიკეთლე რა ქონდა დაწმული გასული არ ვიცი ექსპერტმა რა დაწერა მე არ ვიცი აჩვენეთ ეგ ადგილი ექსპერტი ვაჩვენე ნუ გასიებული ქონდა თვალი და ფუძე თქვენი სამედიცინო გამოკვლევის ექსპერტიზის დასვით თანახმად გამოკვლევ პირსიული ამაგროსნის აღინიშნებოდა თუ არა დაზიანებები თვალების და ყელის მიდამოში არა თვალების და ყელის მიდამოში რომ ყოფილიყო რაიმე დაზიანება რა თქმა უნდა ეწერებოდა ჩემს დასკვნაში 112-ში თქვენ დარეკეთ დიახ მე დავრეკე და 112-ს რა უთხრა ბატონო 112-ს რა სწავლობ რა უთხარი მეთხოვინება რა გააკეთეთ 112-ში რომ დარეკეთ ტელეფონს მოვისმინე რომ მახჩობდა და ხავდა იმ დროს მეგობელი გამოვიდა და იმა რო უთხრა ბიჭო დაწნარდი არ გაინტერესებს კითხვაზე გაგვეცი პასუხი სამსურთავო ან უცებ გამიშვა ხელს და იმ ქალს დაედევნა იმ ქალს ამ დროს მე უკვე გავიქეცი იქიდან დაურეკე მილიცია მოვიდა ძალიან მალე ისა რა ქვია იმათ გადამართულეს ალბათონო პასუხი ყავე რა უნდა საგიჟეთი რაგაცო ერთი წამით მორეს მოგით დალეწა ფრიანად ყველაფერი ეს კი დავიგებ ჩვენ რომ დარეკეთ მაგრამ ტექსტი რა უთხარიო ტექსტი 112-ო მას კითხულობთ რომ დარეკეთ რა უთხარიო კლავენ მისველეთ არა რა უნდა მეთქვა
არ უცხარით რომ ქცევე მოკლეს თემაში. მარტო ეგუთხარი მკლავენ მიშველი ჩქარა სუნდუკიანის 9 ნომერში. რამდენი წუთი ელაპარაკეთ თუ გახსოვთ? ხო. რამდენი წუთი ელაპარაკეთ ატო? ეგენი მე ნამდვილად არ მართავს. ძლივდა დაურჩი და ეგ მართავს რამდენი წუთი ველაპარაკე. აი ეგ თუ გახსოვთ მიახრო. და თქვენი გაიგო პატრონმა 112-მა? თქვენი შეგომინება გაიგო? გაიგო? მალევე მოვიდა ის და გარედან შემოვიდნენ და დაიჭირეს და დაიყვანესო. არა. თქვენ ხო 112-ს არა. მალე ვინ მოვიდა. მოვიდა თქვენთან? პატრონი გვაგანა მოვიდა. ვინ მოვიდა? აი მე არ მე. ვინ რო დარეკეთ 112-ს? ვინ მოვიდა? პატრონი თუ შინაგანი ჯარი მოვიდა. მე რა ვიცი ვინ იყო რომ მოვიდა მილიცია ეს ვიცი მე. პატრონის ფორმა ეცვა. არ ვიცი რომ იყო ისა. წარმომადგენლები რომლებმაც ჩვენ წაგიყვანენ. ანუ ჩემი საცხოვრებელი სახლი სად არის? როგორ გადმოგაწოდეს ინფორმაცია? კი პასუხად ბატონო მერეს ერთხელ უკვე. ერთი წუთი არ მესმის და იმიტომ ის მეორდები ხოლმე ქალბატონო პროკურორი. ზურა ბეგიაშვილის ქუჩა მეორე ჩიხი. არის თქვენი საცხოვრებელი სახლი. ანუ ისნის რაიონის ტერიტორია, ხო? კი ბატონო. და სადაც დანაშაულს მაბრალებ ის ტერიტორია სად არის? ვერ გავიგე თუ შეიძლება რომ გაიმეო. ანუ სადაც დანაშაული ბრალდების მიხედვით ის ტერიტორია სად არის? ანუ თითქოს და სად ჩავიდინე დანაშაული? რომელ ტერიტორიაზე? ჩუღურეთის რაიონის. ანუ ჩუღურეთის რაიონში მედება ბრალად დანაშაული შეადება. და მაკავებ ისანში, ხომ ესია? ისნის რაიონში ზედა სამგორის ჩემი სახლის. ბატონო გიორგი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. თქვენთვის ნობელი სასისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ხართ დღეს მოწვეული სასამართლოს პროცესზე და გთხოვთ სასამართლოს მოახსენეთ, რა საგამოძიებო მოქმედებაში გაქვთ მონაწილეობა მიღებული და თქვენს მიერ რა ღონისძიებები იქნა გატარებული. მოახსენებთ კი ბატონო, შემთხვევის ადგილზე რომ მივედით გამოძახების შემდეგ მე და ჩემი მეწყვილე გოდიშ გიხდი, ანუ თავიდან რო დაიწყო რა წელი, თარიღი, რა დრო იყო და ახლობით რომელ საათზე გამოცხადით, ეს ქრონოლოგიურად ვიყვეთ. კი ბატონო, 5 სექტემბერი იყო, მორიგეები ვიყავით, საღამოს ღამის საათები ალბათ უფრო ესე 10-11-ისკენ დაახლოებით. მივედით განუცემული მისამართზე, მორიგემ გადმოგცა და შემთხვევის ადგილზე დოქტორ ესეთ გამომძიებელი დახვდა, ქალბატონი იყო როგორც მახსოვს, რომელიც იჯახოდა რომ ვიღაცა მიუვარდა მას მოკლედ დაუზენა თავისი ქონება, როგორც ეს მახსოვს და ჩვენი გვდახვდა, სახლი იყო რაღაც ოთახივით, ეს კერძო იტალიური ტიპის ბინების ისე რო არის, საცხოვრებელი სახლები, ეგეთი სიტუაცია იყო და შევიდით ფანჯარა და შესასვლელი კარის დაზიანებული, როგორც მახსოვს. და იყო რაღაცა გრძელი ჯოხი, რაღაცა დიდი, რამდენიმე მეტრიანი. ფიქსირდა სიტუაცია, რაც დახვდა ჩვენ შემთხვევის ადგილზე, მოხდა ამ ჩამსხვრეული მინის ნაწილების დეტალების ამოღება, ასევე დაიდუქა ის დიდი გრძელი ჯოხი და ეს იყო მოკლედ. და გადაიცა შემდეგ გამოსწორდეს გაკეთა ხელმოწერები. გასაგებია. თუ გახსოვთ ადგილზე რომ მიხვედით, იქ დაზარალებულიც იმყოფებოდა, თუ განმარტავდა რამეს, ან ვინ სხვა მოწმეები თუ იყვნენ გამომძიებლის გარდა თუ შეესწარით მაგ ფაქტს, თუ გახსოვთ.
ქალბატონი მახსოვს მე მგონი ვინც ამბობდა რომ თავის ის იყო ეს საცხოვრებელი ფართი და იქ მიუვარდა ვიღაც პიროვნება რომელმაც დაუზიანა შემდეგ მისი ქონება ეს იყო და სხვას ვერ ვიხსენებ გამოძებული თავისთავად იყო კი ბატონო დიახ კი ბატონო კარგი და თქვენ იმყოფებოდით მეწყვილესთან ერთად ხო ასია კი ბატონო კარგით მეტი კითხვა არ მაქვს კი ბატონო ფიზიკურად ნაცემი აი ეს თვალზე მაგალითად ჩასის ჩაქცევები ან საქსილურჯეები და მსგავსი რამ ვინმე თუ დაგხვდათ მსგავსად არ ვიცი ეგეც ვერ ვიხსენებ დიდი ნაკლება საკმარისია დიახ ალბათ პროკურორს აქვს რაიმე დაზუსტება? არა. კი ბატონო. თავისუფალი ბრძანდებით შეგიძლიათ გახსოვდეს. გასული და ასევე შეტყობინების საფუძველი რა იყო? ანუ ვისი შეტყობინების საფუძველზე გახვედით კონკრეტულ მისამართზე? ესე იგი, გამოძიება იქნა დაწყებული ძველი თბილისის მეორის ჩვენ სამმართველოში ციური ლამაზოშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ამ ფაქტთან დაკავშირებით, ესე იგი, ჩემს მიერ მალევე იქნა, მალევე გავედი შემთხვევის ადგილზე და ჩემს მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი და რაც შეეხება საფუძველს გამოძიების დაწყების საფუძველი იყო შეტყობინება შემოსული ჩვენივე სამმართველოში რომ ასე ვთქვათ ციური ლამაზოშვილს მიადგა ასე ვთქვათ ჯანმრთელობის დაზიანება სავარაუდოდ ფიზიკური დაზიანება არაფერი შეტყობინება, გასაგებია, არაფერი შეტყობინება არ მოხდეს. კი ბატონო, თქვენ აღნიშნავთ, რომ შეტყობინების საფუძველზე ლამაზოშვილს მიადგა ჯანმრთელობის დაზიანება უნდა. კონკრეტულად რა დაზიანება მიადგა, თქვენ რა დაინახეთ? არ ვიცი მე ახლა ამ ქალბატონთან არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩამიტარებია უშუალოდ, გარდა იმისა, რომ შემთხვევის ადგილი დაავთვალიერდა და ექსპერტი მე არ ვარ, რომ ამ ქალბატონის ჯანმრთელობის მიგებული გასაგებია. თქვენ აქ აღნიშნავთ ბატონო ბაადურ, უпростоრად აქ აღნიშნულია, რომ ციური ლამაზოშვილი თქვენ დაკითხეთ 2020 წლის 5 სექტემბერს. ვინ დაუკითხე? დიახ, ბაადურ ნაჩქებია. გამოკითხეთ. ეს თქვენი არა? კი ბატონო, თუ ჩემი ხელმოწერა არის, ესე იგი ჩემი მიერ არის გამოკითხული. კი ბატონო, ბაადურ ნაჩქებია, ციური ლამაზოშვილი დაკითხული ყავს. ციური ლამაზოშვილი თქვენ დაკითხეთ და სადაც აღნიშნავს ციური ლამაზოშვილი, რომ იყო ნაცემი, ჰქონდა თვალი დასიებული, შემდეგ აღნიშნავთ, რომ ძლიერად დააწეს მას მუშტი, ძლიერად უჭერდნენ ხელს და აღჭობდნენ თურმე და ყველაფერს რო ხედავდით რო არ ეთყობოდა არანაირი კვალი ცემის რატომ არ აღძარით სისხლის სამართლის საქმე თუ დასმენის და ინფორმაციის მეთოდების ფარგლზე ერთი წუთით ჩემს მიერ იქნა ეს პიროვნება გამოკითხული რა ინფორმაციას მომაწოდეს მე ის ინფორმაცია არის გადატანილი ზუსტად ოფისში მოწმე რასაც მეუბნება იმას ავსახავ რა დაზიანება ქონდა თუ არ ქონდა ხო ეს ჩემს მიერ განსახილველი არ არის მე ექსპერტი არ ვარ რომ შევაფასო ამ პიროვნებას რამე ქონდა თუ არ ქონდა ერთი წუთი გასაგები კი ბატონო მიღებულია პასუხი ზუსტად აი კითხვაზე გიპასუხებთ რომ არ ვიცი ერთი წუთი რომ თვალის არეში აღმენიშნება გარკვეული სახის დაზიანება კერძოდ აქვს შეშუპებული თვალი და თქვენ წერთ ამას და თქვენ აწერინებთ ხელს და
ვერ გავიგეთ თუ თვალზე არაფერი არ ქონდა და ადამიანი იტყუება რომ ცემესო და ესეთ რაღაცებს აღნიშნავთ ძლიერ დარტყმას მუსტის თითოეულ დეტალს აღნიშნავთ დეტალურად არ არსებობს და ამ ყველაფერს რომ ხედავთ რომ დაზარალებულს არანაირი დაზიანება არ ქონდა გარეგნული რასაც თქვენ აღწევთ აქ აი რატომ გამოიწვია თქვენს როგორ გამომძიებელი ხართ რატო არ გამოიწვია ეჭვი რომ სრულჩვენებას იძლევა თქვენს გეტყვით რაღაცას თუ მომისმენთ რა თქმა უნდა ესე პირველ რიგში რატომ ხართ დარწმუნებული იმაში რომ ამ პიროვნებას ჰქონდა დაზიანებები ან არ ჰქონდა დაზიანებები ანუ რატო იძახით ესე რომ მტკიცებით ფორმაში ეს ერთი მეორე რეალურად არ ვიძახი რა სისულელია მე კონკრეტული კითხვა დავსვი და კონკრეტულ პასუხს ვითხოვ სრულჩვენების ფაქტზე რატომ არ არის ის სამართლის სახე თქვენი ხელმოწერა და იმ დაზარალებულის ხელმოწერა ჩქალებში ეგრეთ წოდებული დაზარალებული თუ მომისმენთ ერთი გისმენთ და რასაც კითხულობი პასუხი გამეცით კითხვას კი ბატონო მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ავსახი გამოკითხვის ოქროში ეს ერთი მეორე მის მიერ გადმოცემული ინფორმაცია და იქ არსებული რეალობა არ ქმნიდა არანაირ ეჭვს რომ ეგ ადამიანი იტყუებოდა შესაბამისად არ იყო არანაირი საფუძველი რომ გამოძიება დაწყებულიყო იმ ფაქტთან თქვენი სამედიცინო გამოკვლევის ექსპერტიზის დასვით თანახმად გამოკვლეულ პირს სიული ლამაზროშვილს აღინიშნებოდა თუ არა დაზიანებები თვალების და ყელის მიდამოში არა თვალების და ყელის მიდამოში რომ ყოფილიყო რაიმე დაზიანება რა თქმა უნდა ეწერებოდა ჩემს დარწმუნებაში მიღებულია კაი კი ბატონო აგერ ექსპერტიზის დასვნა სადაც აღნიშნულია რომ დაზარალებული არ არის ნაცემი ხოლო მარცხენა თუ მარჯვენა ხელის მოძრაზე 9 მილიმეტრის განაკაცრია საწავიდა ეს ნაცემი შეშუპებები თვალში დარტყმები დახჯობები ყელზე კვალი არა თვალზე კვალი არა და პლუს ამას პატივცემულო სასამართლო ყურადღება გაამახვილეთ იმაზე რომ ექსპერტიზი რომელიც დაიკითხა ამის წინ არასამედიცინო ექსპერტიზა კრიმინალური ექსპერტიზა ის ბიჭი უშუალოდ აი რაზეც ბაათურ ნაჭყებიას მონაწილეობა აქვს მიდებული დათვალიერების ოქმზე ხელი ის ბიჭი აღნიშნავს გიორგი გოგოჭური რომ ნაცემი არავინ არ ყოფილა და არავინ არ უნახია მით უმეტეს ეს ყველაფერი ხდება იმავე საღამოს აგერ თარიღები 5 სექტემბერი ვეცავ უშუალოდ ჩემთვის ადგილზე ვინმე დაგწევს და ისე ფიზიკურად ნაცემი აი ესე თვალზე მაგალითად ჩასწრები ან საქსიურჯები და მსგავსი რამ ვინმე თუ დაგწევს მსგავსად არ ვიცი ეგეც ვერ ვიხსენებ ვერ ვიხსენებ დიდი მადლობა საკმარისია დიახ აზრობა პროკურორს აქვს რაიმე დაზუსტება არა კი ბატონო თავისუფალი ბრძანებით შეგიძლიათ გახსნათ ბატონმა ნაჭყები ამას დაკითხა აღნიშნა რომ თითქოს და არ დაზიანებები მაგრამ ეს მოხდა რატომ ახლა მოგახსენე ბატონო ბაათურ ნაჭყებია დაკითხვის დროს ციური ლამაზოშვილის გამოკითხვის დროს ციური ლამაზოშვილი შეიქმნა ცუდად თუ რა მდგომარეობაში სასწრაფო დახმარება თქვენ გამოაძახებინეთ ციური ლამაზოშვილს კითხვას მისვამთ კი სასწრაფო დახმარება გამოკითხვის მსვლელობის დროს თქვენ გამოაძახებინეთ ციური ლამაზოშვილს არ მახსოვს ეს დეტალები ნამდვილად. აი მაშინ მე დაგახსენეთ. გეღებთ? შესაძლებელია ეგრე ყოფილიყო, არ მახსოვს დეტალები ძალიან. ეხლა მოგახსენებთ. თქვენ ციური ლამაზოშვილი დაკითხეთ, ჩაიხედეთ მაგ გამოკითხვის ოქროში 2020 წლის 5 სექტემბერს.
ესე იგი 9 დაკითხვა დაიწყეთ 19 საათზე და 55 წუთზე და დაასრულეთ 20 საათზე და 35 წუთზე. მაგრამ ეხეთ სასწრაფო დახმარება გამოძახებულია, აგერ სასწრაფო დახმარება აღნიშნავს გამოძახებულია 20 საათზე და 30 წუთზე და მოსულია სასწრაფო თქვენთან 20 საათზე და 35 წუთზე. თუ ცუდად იყო ადამიანი, ანუ იმ მომენტში გამოკითხვის ცნობობის დროს, თუ ცუდად იყო ადამიანი, რატომ არ შეაჩერეთ გამოკითხვა და რატო არ დააფიქსირეთ მისი ცუდად ყოფნა და გააგრძელეთ გამოკითხვა, თუ ცუდად იყო ადამიანი. და ჩვეულებრივად აგრძელებთ გამოძახებიდან, მით უმეტეს ისიც გასათვალისწინებელია, რომ ვიდრე სასწრაფოს გადაცემით, ჯერ 112 უნეკავი 112 ვიდრე სასწრაფოს გადაცემს მანქანის გარკვეული დროა მით უმეტეს კორონავირუსის პირობებში ამ ხელოვნებები ანუ გამოკითხვის დროს ანუ გამოდის რომ თქვენ თვითონ აკეზებთ დაზარალებულს რომ გაამყაროთ არარსებული ბრალი იმ თქვენი სრულ ჩვენებების მიცემის საფუძველზე და ესეთი სპექტაკლებს დგავთ. ეხლა განმარტეთ. აი ეს რატო არა აღნიშნული თუ ცუდად გახდა და თუ არ იყო ცუდად, რატომ დაარეკინეთ? გამეცით პასუხი. გიპასუხებ კი ბატონო. ანუ ცუდად თუ იყო, რატომ გამოვკითხე დასვით შეკითხვა, ხო, როგორც მივიდა. არა, რატომ არ დააფიქსირეთ თუ ადამიანი ცუდადაა და სასწრაფოა, ხო? ასე თუ ადამიანი ცუდადაა და სასწრაფოს საჭიროება წარმოადგენს, არ მისმენს. არ იყო ისეთ მდგომარეობაში პიროვნება, რომ მისი გამოკითხვა შესაძლებელი არ ყოფილიყო და რაიმე წინააღმდეგობა შექმნოდა მას და მის ჯანმრთელობას საფრთხე შექმნოდა გამოკითხვის მიმდინარეობით, შესაბამისად გამოკითხვა ჩატარებული იქნა და არ იქნა ეს აღნიშნული, თუმცა შემდგომ დოკუმენტში სასწრაფოს ოლქში ჩანს სწორედ ეს ყველაფერი და არანაირი კითხვა არ არსებობს მათ. რაჭა, დიაბეტი როა ექცა? დიაბეტი კი როა ექცა და ინსულინი დამოკიდებული? ექცა კი. აგერა, თარიღებზე გელაპარაკებით. თუ ადამიანი ცუდად არ იყო, რატომ დაუძახეთ სასწრაფოს? თუ ადამიანი ცუდად იყო, რატომ არ შეაჩერეთ გამოკითხვა და რატო არ დააფიქსირეთ გამოკითხვის ოკრუგში მისი ცუდად ყოფნის ფაქტი? გამიმეორო? ანუ გამიმეორო. საერთოდ გესმით? კავშირი დაუდა თავიდან ბაბუ, მაჭრებია, დავიდან მოწევა? დივანმა. გაბრძანეთ? არაფერი ბატონო, არაფერი, ველოდებით მოწეს. რატომ აგდებოდა იქნებ ენერგია და უშრეტი ენერგია დაელოდეთ მოწმეს ტყილად ნუ კარგავთ ენერგიას და სხვის დროსაც როცა არის მანამდე თუ საუბრო თქვენ არა რო როცა იქნება ხეთი შეკითხვის დრო მაშინ მოგმართავთ ისე არ გესაუბრებით ძალიან აგრესიული არ გამოვიყურები აგრესიული უბრალოდ ზედმეტ საუბრობთ ყოველ პროცესზე და მთელი ოქმი არის მარტო თქვენი საუბარი და თქვენი საუბარი არ უნდა იყოს მთელი ოქმი დაწყნარდით დაელოდეთ როცა მოვა დრო გეტყვით ეხლა არის თქვენი დრო ადლო
ამჟამად დაზიანება, ინატუ არა დაზიანება. მეტი ცილის წამება და მეტი დანაშაულზე წაქეზება წუწუნება. რა გითხარით ეხლა? გაჩერდით მეთქი, ხო გითხარით? გაწყნარდით, დამშვიდით, დაელოდეთ. ისმი ჩემი მაუბრებს. კი ბატონო, კი. წარმომავლობა აინტერესებს თქვენი რომელი კუთხიდან მზადებით? ჩემი წარმომავლობა რომელი კუთხიდან? მე ვარ აფხაზეთიდან დევნილი პატრიცემულო. ლავროსი. ბატონო ლავროსი. ლავროსმა თვითონ უნდა ეთქვა, ლავროს რომელი კუთხიდან იყო? ამ წუთას ბაადურს ეკითხა. შემდეგი კითხვა ოჩამჩირელი ვარ. ხო, გეთხოვოთ. კარგი, დავაგრძელოთ. თუ ხათო დადებული იმალავს სახესაც, პირბადებსაც არ იხსნის და წარმომავლობაზე აკეთებს აქცენტს და არ გვეუბნება კი ბატონო, დაგაფიქსირეთ კამერა. კამერას ემანებით და დაგაფიქსირეთ კამერა მუქუდო ეხლა კითხვა, გამომძიებელ საქმეები აქვს თავისი და სასამართლოსაც პროცესები აქვს. კითხვა გააქვთ მოწმესთან? ხო, რა თქმა უნდა. ხოდა კითხვა დასვით, მერე დროს კარგავთ, დროს. მე არაფერს არ გაგრძელებთ, ჩავთვლი, რომ მოწმესთან კითხვები არ აქვს. და გამთავრდება ამით ეგრეთ წოდებული დაწარებული სრულჩვენების მიცემის ფაქტზე. მაგას გეკითხებით. და აგერ გისაბუთებთ ამას, აგერ ექსპერტიზის დასკვნა თუ არავინ არ არის ნაცემი, რატომ წააქეზეთ და დაიყოლეთ სრულჩვენების მიცემის ფაქტზე ეგრეთ წოდებული დაზარალებული ციური ლამაზოსული, აგერ ექსპერტიზის დასკვნა, აგერ სასწრაფო დახმარების ცნობა, აგერ თქვენს მიერ შედგენილი დოკუმენტი. ანუ გამოსიტყვის ოფიცი ციური ლამაზოსულის. იგივე შეიძლება ითქვას ჟუჟუნა ვასაკიდებელი. იგივე შეწერა აკაც. რომ თითქოს მე ვიღაცას ძლიერად დავარწი, ვახშობდი და არანაირი კვალი ადამიანს არ აგენიშნება, მით უმეტეს ეს ადამიანი თქვენს მიერ მითითებული თითქოს და თვალი აქვს დასიებული ჩემი დათქმის შედეგად, რაც რასაც არ ადასტურებს არც ერთი მოწმე, ერთად ექსპერტიზა, სამედიცინო ექსპერტიზა და არც საქმის გარემოებები და გეკითხებით ახლა რამ გამოიწვია წაქეზება, ვიდმე დაგალავა ჩემს წინააღმდეგ რომ შეგეკერათ საქმე და შემდეგ გამოგეშვით ციხეში. გეკითხებით რამ გამოიწვია სრულჩვენებაზე დაყოლილება ამ მოწმეების და დაგეგმებული დაზარალებულის. რატო იცინი ხარ? ვიწყარეთ ერთი. ჩვენ გეცინება ხმად, იმიტომ რომ კრიშად ყავ და არავინ არ მოხდა. ამ 7 ტრანსფორმერზე გამომიწვევს ციხეში. ერთი კონკრეტული დაძილებდა. კიდე გეცინებათ, იმიტომ რომ იცით, რომ არ დაიჟღებით და დრო იქნება მეტი გადმოხედვა თქვენს და ყველას. გეკითხებით აქ პასუხი გამეც. კი ბატონო, თუ დამაცდით გახსენებთ პასუხს, რა ვიცი, ანუ ისე მოუწევთ რა ძალიან დაგაცდით არა. გაცდით კი არა, აგერ გელაპარაკებით ეპიზოდი ამოიღეთ. ბატონო, მაცადე მე ადამიანი, ხო შეიძლება რომ თქვა რაღაცა. გამოვკითხე მოწმე, იმ ის დეტალები დავაფიქსირე და ის ყველაფერი დავაფიქსირე მოწმემ, რაც მითხრა და რაც იმ რეალობას შეესაბამებოდა, ეჭვი არაფერში არ შემიტანია, იმიტომ რომ რეალობასთან ახლოს იყო ყველაფერი, არაფერი საეჭვო არ ყოფილა, რომ ყოფილიყო რამე საეჭვო და ის გარემოება, რომ ეჭვი შეგვეტანა იმაში, რომ ციური ლამაზოშვილი თუნდაც არასწორ ინფორმაციას გვაქვს, ამისი რეაგირება იქნებოდა ამ ყველაფერს, რაც შეეხება სასწრაფოს და ასე შემდეგ, არ იყო ციური ლამაზოშვილი ისეთ მდგომარეობაში, რომ მისი გამოკითხვა შეუძლებელი ყოფილიყო, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ თავი იგრძნოთ სუდად, შესაბამისად გამოვიძახეთ სასწრაფო და ეგ იყო და ეგ სასწრაფომ გაუწია შესაბამისად. თუ სუდად გახდა, ესე იგი სუდად არ იყო, ყავს ხელი შეშვა. გესმით ჩემი თქმა? კი.
თუ სულად არ იყო და სასწრაფოს გამოუძახეთ გამოკითხვის მსვლელობის დრო. მithქვამთ და მე გახდა სულად ერთი წუთით რა ცუდად არ იყო თქო არ მithქვამს მე იმას ვამბობ რომ არ იყო ისეთ მდგომარეობაში მისი გამოკითხვა იმ ეტაპზე შეუძლებელი ყოფილიყო და როცა იყო თუმცა ცუდად ცნობდა პიროვნება თავს აი ამას გეუბნებით რა თუ შეგიძლიათ ანუ სასწრაფო გამოძახებულია გამოკითხვის მსვლელობის დრო აგერ თარიღია არ აფიქსირებთ ამაში რა ქვია გამოკითხვის ოფისთან არ შეამეჩნია საკმაოდ გასაგებია კი ბატონო ანუ არ კითხვას არ წევს პასუხს კი ბატონო აგერ ექსპერტიზის გასვლა აღნიშნავს რომ არავინ არაა ნაცელი ამაზე რა სიტყვით მაგას ექსპერტი გაგცემთ მაგაზე პასუხს ბატონო მორეს ექსპერტი როცა დაიკითხება გულნაზი ტატანაშვილი მაშინ დაუსვით ექსპერტს კითხვას დამოუკიდებელი მე ამ ადამიანს ვუსმენ კითხვას და თქვენ არ გისმენთ თუ საჭირო ჩაკით მოსამართლე მეთქი და შემაწყვეტი ანუ ამაზე რა სიტყვით ანუ აქ რასაც თქვენ წერთ აღნიშნეთ რომ სახე თქვენ გონდა გაბერი ანუ შეხედეთ როგორ წეს კითხვაზე გიპასუხებთ რომ თვალის არეში აღმენიშნება გარკვეული სახის დაზიანება კერძოდ მათ შეშუპებული თვალი ანუ თქვენ ეს ფაქტი დაინახეთ რომ შეშუპებული გონდა თვალი და მაგის მიხედვით დაწერეთ ეს ხო გარეგნულია პირდაპირ ჩანს ახლა მე რო გიყურებ თვალზე არ აქვს არაფერი თვალი მაგ გასიებული გადაგვიგო თქვენ ეს ნახეთ ეს ფაქტი ჩვენება არის მოწმის მიერ მოცემული ინფორმაცია რასაც მოწმე მეუბნება მე კი ბატონო თუ ვიცით მაშინ ამ კითხვას ნუ მისვათ მე აქ არ ვარ არა როგორ ჩვენება მოწმის მოცემული როა გასაგებია მაგრამ ბატონო ბადი მესვა კითხვას ეს აღენიშნებოდა თუ არა გამოკითხვის დროს რასაც თქვენ აფიქსირებთ აქ გამოკითხვის დროს პასუხი თუ არა გასიებული იყო თუ არა ნაცვლი ვინაიდან მივიღე ეს ინფორმაცია ესე იგი აღენიშნებოდა ანუ აღენიშნებოდა თუ არ შემიტანია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში თქვენ დაინახეთ პასუხი ნაცვლი იყო სახე თვალი გასიებული ხო დაინახეთ ხომ გიპასუხე რა მიპასუხე ვერ გავიგე გიპასუხე რომ ჩვენება არის მოწმის მიერ მოცემული ინფორმაცია რაც ჩემს მიერ იქნა გადმოტანილი ოფისში ვინაიდან ეს ინფორმაცია მომაწოდა და შესაბამისად მის უტყუარობაში ეჭვი არ შემიტანია დავაფიქსირე ის რაც მოწმე პასუხს არ იცემს კითხვაზე კონკრეტულ პასუხს შესაბამისად ლოგიკურად ქონდა ეგ დაზიანებები თუ გეუბნებით. ატიცემო მოსამართლე მოწმე არ იცემს კითხვაზე პასუხს კონკრეტულად. ვიდეო შეაფასეთ მე რა ვქნათ ეხლა რა პასუხიც გაგცეთ ის უნდა მიიღოთ. თუ არ მოგწონთ ეს პასუხი. ეს მოსაწონი პასუხი შეიძლება ყველამ არ გასცეს. ამიტომ მოინიშნოთ აღნიშნული მოწმის ჩვენება და როცა გექნება დასკვნითი სიტყვა სათქმელი იქ უნდა გააკეთოთ აქცენტი ამაზე რომ არ მოგეწონათ თქვენ ესე იგი თქვენ არ ამბობთ თუ არა დაზიანება სახის არეში დაზარალებას ხო აღნიშნავ ბატონო ხონდა თუ არა დაზიანება ვერ ამბობთ ხო სახის არეში დაკრიტებულ დაზარალებას ქონდა ამ პიროვნებას მაგრამ ვერ შეგიფასებ ახლა მაგას თვალი ქონდა გადიდებული თუ რაღაც ცხვირის მიდამო ქონდა დაზიანებული და რა ხარისხის დაზიანება იყო მაგაზე მე ვერ ვისაუბრებ იმიტომ რომ მე არ მაქვს შესაბამისი კომპეტენცია თქვენ უჩვენებას ანუ აკეთებდით უჩვენების მიცემაზე ხო დაზარალება ოქში ვაფიქსირებ იმას რა ინფორმაციასაც მაწვდის მოწმე მე თქვენ გამომძიებელი არა ხარ რა შუაში არის ეს მოწმის მიერ მოცემული წერია რომ გამომძიებელი ხარ თქვენ და არა რობოტი ხო ნუ გიპასუხეთ კითხვაზე რამე შემდეგი კითხვა არა თქვენ არიდებთ კითხვაზე პასუხი კითხვაზე თავს არიდებთ ახლა გინდათ რომ იაბად გამოხვიდეთ და ფონს გახვიდეთ ესე არეული სიტყვა პასუხებით ეგრე არ არის განაცვლება
მოკლედ და კონკრეტულად მეკითხები. კი ბატონო, თქვენ ესწრებოდით თუ არა სად არის დათვალიერების ოქმის შევსებას. რისი დათვალიერების ოქმის შევსებას? მე მგონი საქმეში ერთი დათვალიერების ოქმის შევსება, ხო? შემთხვევის ადგილის, ხო? ალბათ. შემთხვევის ადგილის, ხო? ბატონო, შემთხვევის ადგილის ოქმის დათვალიერებას ესწრებოდი კი არა, ჩემს მიერ იქნა დათვალიერება. თქვენს მიერ იყო შედგენილი. კი ბატონო, ექსპერტები გიორგი გოგოჭური და ნინო აბაძე ესწრებოდნენ თუ არა უშუალოდ ამ იმას რა ქვია, დათვალიერებას. მონაწილეობით მოხდა დათვალიერება. ბატონო, კი ბატონო, ექსპერტების მონაწილეობით კი ბატონო, ციური რამაზოშვილი ესწრებოდა თუ არა ამ დათვალიერებას. და ხელი აქვს თუ არა მოწერილი ოქროს. კი ბატონო. კი ბატონო. გასაგებია. წარმოგიდგენ დასმით სიტყვას მორესი კუტანიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით და 151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა შესაძლო ჩადენის ფაქტი. გესმით ხო თქვენ რასაც კითხულობ? კარგი. ბრალდების მხარე გამოძიების და თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის ეტაპზე ცდილობდა დაედასტურებინა ზემოაღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის შესაძლო ფაქტი. დასმეთი სიტყვის ეტაპზე კიდევ ერთხელ შეეცადა სასამართლო შეეყვანა შეცდომაში, თუმცა ცალსახად ვამბობთ დაცვის მხარე, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის ბრალეულობას, ზემოაღნიშნულ ბრალდებებში სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა. სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი. აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათზე და ხარისხზე. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი არასანდო ან საეჭვო მტკიცებულებების დაშვების შესაძლებლობა იმავდროულად უდანაშაულო პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებასაც გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციის დაცულ უფლებას, არამედ სისხლის სამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება. სწორედ ამიტომ საქართველოს კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უთხოვარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავე ცნობის საფუძველი. გამამტყუნებელი განაჩენის გამოსაკაცად უნდა არსებობდეს ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ლეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას. გონივრულ ლეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაფრთხებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული, მანამ სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობა არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ლეჭვს მიღმა უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ლეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. ამასთანავე გონივრულ ლეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს საზოგადოებას გაუჩენს ლეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუ კი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრეს სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადო დაწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ლეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტის შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებაზე და დაეკისროს პასუხისმგებლობა.
გონივრულად მიღმა სტანდარტი უნდა გამოიცხადეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამდენად ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლისამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიზნით. გონივრულად მიღმა სტანდარტი წარმოადგენს სახელმწიფო კრიტერიუმს, სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავე ცნობისათვის. მიანიშნებს სასამართლოს თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულის დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვმა დააწმუნებს პირის ბრალდებულობაში. სისხლის სამართლის 006-05-09-20-005 საქმეზე ბრალდებულ მორესი კურტანიძის მიმართ ბრალდების მხარის მიერ უტყუარი და ურთიერთშეთანხმებული მანქილებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. მოგახსენებთ დაცვის მხარის არგუმენტაციას აღნიშნულთან დაკავშირებით. დღეს მოვისმინეთ ბრალდების მხარის დასრულების სიტყვა, სადაც ბრალდების მხარე თავისი არგუმენტაციით ცდილობს გადაფაროს მრავლად გამოვლენილი მტკიცებულებათა შორის არსებული წინააღმდეგობები, რათა შეცდომაში შეიყვანოს სასამართლო და უდანაშაულო ადამიანს დაედოს მსჯავრი. სისხლის სამართლის საქმის პირველი ფურცლების გადაშლისას აღმოვაჩენ შეტყობინებას, რომლის მიხედვითაც 2020 წლის 5 სექტემბერს 112-ზე 18 საათსა და დაახლოებით 11 წუთზე შევიდა შეტყობინება შინაარსის, რომ დაზარალებულს ვიღაცები მიუწვევდნენ და დაურბიეს სახლი. კითხვაზე თუ დაზიანება აქვს, პასუხია რომ სახლია დარბეული. მოგვიანებით კი დაზარალებული ციური ლამაზოშვილი განყოფილებაში წარდგენილ განცხადებასა და მოწმის სახით გამოკითხვისას ავითარებს სრულიად განსხვავებულ ჩვენებას. მორესი კურტანიძეს ადანაშაულებს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და ფიზიკურ ძალადობაში. კერძოდ, თითქოს და მორესი წუდა მას კისერში, აჯანჯარა, მუშტი დაატყა ძლიერად მარცხენა თვალის არეში, რა დროსაც დაუბნელდა თვალს და ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ჩაუნტრია სახლის შუშები, სარეცხის ხის ჯოხი. სასამართლოს წინაშე დაკითხვისას დაზარალებულმა დაცვის კითხვაზე თუ რა შინაარსის განცხადება გააკეთა 112-ში გვიპასუხა: კლავენ მიშველეთო. ჩვენებები წინააღმდეგობაშია შეტყობინების შინაარსთან მიმართებაში. თუ ზემოაღნიშნულ ფიზიკურ ძალადობასა და მუქარას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, მაშინ დამეთანხმებით 112-ში ზარის განხორციელებისას შესული შეტყობინების შინაარსი უნდა ყოფილიყო რადიკალურად განსხვავებული და არა იმ შინაარსის, რაც საქმეშია წარმოდგენილი. ბრალდებულის კითხვაზე რა მახასიათებელი ნიშნებით ამოიცნო ფოტოსურათით ამოცნობისას მორესი კურტანიძემ პასუხი დაზარალებულმა ვერ გასცა. რაც წინააღმდეგობაშია გამოძიების ეტაპზე დაზარალებულის მეორედ მიცემულ ჩვენებასთან. აქ ბატონო მოსამართლე დავამატებ იმ ფაქტს, რომ სასამართლოს საქმეში, როდესაც პირველად გამოიკითხა დაზარალებული, მას არ აყავს აღწერილი მორესი კურტანიძის გარეგნული მახასიათებელი ნიშნები. შემდგომში კი, როდესაც უკვე ფოტოსურათით ამოცნობა უნდა ჩატარებულიყო, აი სწორედ აი ამ ამოცნობის დროს ახასიათებს მორესი კურტანიძის ის გარკვეული მახასიათებლებით, რაც ასე ვთქვათ, გამოკითხვის ოკუმშია აღწერილი, რაც ფოტოსურათებით ამოცნობის ოკუმშია აღწერილი და რაც გვაფიქრებინებს კიდევ ერთხელ, რომ არის დიდი ვარაუდი იმის, რომ დაზარალებულს წინასწარ ჰქონდა ნანახი ეს ფოტოსურათი და აქედან გამომდინარე აღწერდა უკვე იმ ნიშან-თვისებებს, რაზეც საუბრობდა. აქ ბატონო მოსამართლე იმ ფაქტზეც გავამახვილებ ყურადღებას, რომ მორესი კურტანიძის დაკვავა, როდესაც მოხდა ის მთელი პროცესების განმავლობაში აპელირებ და ამაზე თქვენც დარწმუნებული ვარ ამ საკითხზე ყურადღება გაქვთ მიცეული, რომ როდესაც დააკავეს მას თავი ჰქონდა გადაპარსული. დაზარალებული კი აი ფოტოსურათით ამოცნობის დროს და ამოცნობამდე გამოკითხვაში აფიქსირებს, რომ მას შეუძლია აღმოჩნდეს მორესი კურტანიძე თმის ფერიდან გამომდინარე. ანუ ეს ხას უსვამს იმ გარემოებას, რომ ყოლოდა მორესი კურტანიძე მას ნანახი ნამდვილად იმ დღეს და ნამდვილად მორესი კურტანიძეს მიეყენებინა მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა და ის ფიზიკური ძალადობა, რაზეც აპელირებდა ის სასამართლო პროცესზე, დამერცხნებით ნამდვილად გაახსენდებოდა ის ფაქტი, რომ ამ ადამიანს თავზე თმა ამ შემთხვევაში გადაპარსული ჰქონდა და ბუნებრივია ყავისფერ თმას დაზარალებული ვერ დაიმახსოვრებდა. სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა განაცხადა, რომ მორესის მისვლამდე მასთან იყო მისული მორესის სიძე, რასაც გამოძიების ეტაპზე არაფერი უთქვამს. თითქოს და გიორგის გაყვანა უნდოდათ, ხოლო შემდგომში მორესიც მოვიდაო. აღნიშნული არ დაუდასტურებია ბატონო მოსამართლე დანარჩენ მეზობელ მოწმეებს, რომლებიც სასამართლოს წინაშე ძიძრეოდნენ ჩვენებას და გამოძიების ეტაპზეც იყვნენ გამოკითხული, რაც ასევე მიუთითებს გარემოებაზე, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება დაზარალებულის ეს განცხადება. გამოძიების ეტაპზე დაზარალებული ამბობს, რომ მორესი კურტანიძე იცნო, ხოლო სასამართლოში ჩვენების მიცემისას სასამართლოს მოახსენა, რომ მორესი ვერ იცნო. სახელი პოლიციაში უთხრეს გვარი მეზობელმა, რომელმაც არ ახსოვს. დაზარალებულის განმარტებით მორესი კურტანიძემ წიხლები უთყვა მუცელს.
დღესაც დასიებული აქვს მუცლის მიდამო. ხელი ყელში მაგრამ წაუჭირა, დაუსივდა თვალი, რადგან მუშტი ჩაარტყეს ძლიერად. ჰქონდა სიწითლე, შემდგომში სიყვდილეში გადაიზარდა. გამოძიების ეტაპზე მარცხენა თვალზე არსებულ დაზიანებებზე უთითებდა დაზარალებული, სასამართლოში მარჯვენა თვალზე აკეთებდა აქცენტს. ამბობს აჩვენა ექსპერტს ყველა დაზიანება, რაც წინააღმდეგობაშია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასვენასთან, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2000 როდესაც მოხდა ციური ლამაზაშვილის შემოწმება, მას დაზიანება აღენიშნებოდა მარჯვენა სხივ მაჯის სახსრის საპროექციო უკანა ზედაპირზე ნაჭდების სახით. სხვა რაიმე დაზიანება ციური ლამაზაშვილს არ აღენიშნებოდა. ბუნებრივია ისმის კითხვა, თუ მართლაც მიაყენეს მუშტის დარტყმით ციური ლამაზაშვილს თვალის არეში დაზიანება, რომელიც როგორც სასამართლოში დაკითხვისას ამტკიცებდა, დაუსივდა და დაუწყეთოდა მომდევნო დღეებში, წაუჭირეს მაგრამ ყელში ხელები და უწყის მუცელში, რატომ არ იქნა აღმოჩენილი დაზიანებები ექსპერტების მიერ? ან თუ მუცლის არეში ჰქონდა დაზიანებები, რატომ არ აისახა მათი არსებობა ექსპერტიზის დასკვნაში? ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სწორედ დაადასტურა ექსპერტმა გულნაზი ტატანაშვილმა სასამართლოს ხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, რაც ციური ლამაზოშვილის არასამდოობას უსვამს ხაზს და ადასტურებს მისი ჩვენების სიცრუეს. ჩვენს ყურადღებას გავამახვილებ ასევე იმ გარემოებაზე, რომ ხდომის მიმდინარეობისთვის დაზარალებულს არაერთხელ ჩაშორჩულის ყულში, რაც ცალსახად გვაფიქრებინებს, რომ მას აქეზებდნენ ცვლილ ჩვენების მიცემაზე. მოწმის სახით გამოძიებისას გამოიკითხა მარია მიროტაძე, რომელმაც დაადასტურა ციური ლამაზოშვილისათვის მორესი კურტანიძის მიერ თითქოს და თვალზე ძლიერად დარტყმის ფაქტი. ასევე რამდენიმე წამის განმავლობაში ყელზე ხელის ძლიერად მოჭერა, თუმცა ციური ლამაზოშვილისაგან განსხვავებით იგი მარჯვენა თვალზე უთითებდა. მარია მიროტაძემ ასევე დაადასტურა თითქოს და მორეს კურტანიძემ ჩაუმტვრია ფანჯრებით. აღნიშნული ჩვენება წინააღმდეგობაშია მარია მიროტაძის სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან, სადაც ამბობს, რომ მხოლოდ ყელში წაჭერა დაინახა და შუშების ჩამტვრევა. თუმცა რაც შეეხება თვალში ძლიერად დარტყმას, სასამართლო პროცესზე ამბობდა, რომ მას თვალში მორესის კურტანიძის მიერ ძლიერად დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს. სასამართლოში ჩვენების მიცემისას მარია მიროტაძემ განმარტა, რომ მორესი კურტანიძის სახელი და გვარიც არ იცოდა, გაიგო პოლიციაში მოგვიანებით. გასაკვირია გამოძიების ეტაპზე ჩვენების მიცემისას საიდან იცოდა მორეს კურტანიძის დაბადების თარიღიც კი. გამოძიების ეტაპზე დაიკითხა ჟუჟინა ვაშაკიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მის სახლთან მივიდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომლის ვინაობაც მოგვიანებით მარია მიროტაძისგან შეიტყო. მოწმემ განაცხადა, რომ მორესი კურტანიძემ ძლიერად მოუჭირა ხელი ციური ლამაზოშვილის ყელის არეში, ძლიერად უჭირდა და აჯანჯღარა, ასევე თითქოს და ციური ლამაზოშვილს დაარტყა მუშტი მარჯვენა თვალის არეში. ჟუჟინას განმარტებით ის არ იცნობდა მორეს კურტანიძის, რადგან იმ პერიოდში ცხოვრობდა საკუთარ დასთან და როდესაც გადმოვიდა ციურის მეზობლად საცხოვრებლად, მორესი უკვე მათ სიახლოვეს არ ცხოვრობდა. ასევე გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას ჟუჟინა ვაშაკიძე თითქოს და აღწერს გარეგნულ მახასიათებლებს მორესი კურტანიძისას. ხას უსვამს მორესი კურტანიძის თვისფერს, თუმცა ამ აღწერასაც ის აკეთებს ბატონო მოსამართლე, როდესაც ფოტოსურათით ამოცნობა უნდა ჩატარებულიყო და აქ მე თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ერთ გარემოებაზე, რომ ჟუჟინა ვაშაკიძემ, როდესაც სასამართლოს წინაშე ჩვენებას აძლევდა, მან განაცხადა, რომ მე სახლში მაჩვენებსო მორეს კურტანიძის სურათი. შესაბამისად, ბატონო მოსამართლე, თუ ადამიანს ფოტოსურათით ამოცნობის წინ ფოტოსურათს აჩვენებ, ბუნებრივია ძალიან მარტივად დაადეთხოს და იტყვი, რომ ნამდვილად ამ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაულო. რა თქმა უნდა, მოწმეს, რომელიც ფოტოსურათით ამოცნობაში უნდა მიიღო მონაწილეობა, არამც და არამც არ უნდა ჰქონოდა ნანახი ფოტოსურათი მორესი კურტანიძის. სასამართლოში ჩვენების მიცემისას კითხვაზე სად ჰქონდა ციური ლამაზოშვილის დაზიანებები, განმარტა, რომ თვალში და გვერდებში. ციური მას აჩვენა გვერდები, რომელიც ჰქონდა დალურჯებული. თვალში დაზიანება არ ჰქონდაო, თავის კიოდაო, სილურჯეები ჰქონდა ტანის გვერდზეო. აღნიშნული ჩვენება წინააღმდეგობაშია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასვენასთან და ექსპერტ გულნაზი ტატანაშვილის ჩვენებასთან. თქვენს ყურადღებას გავამახვილებ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე და თანდართულ ფოტო ილუსტრაციაზე. სურათებზე კარის შუშაზე წებოვანი ლენტაა დაკრული. სასამართლოს წინაშე დაზარალებულის დაკითხვისას დაცვის მხარის კითხვაზე, თუ როდის მოხდა შუშაზე წებოვანი ლენტის დაკვრა, დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მას შემდეგაც დათვალიერდა შემთხვევის ადგილი.
აღნიშნული განმარტება წინააღმდეგობაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოფისთან და თანდათანობით ფოტოილუსტრაციასთან, რადგან შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას შუშებზე უკვე იყო დაწყებული წებოვანი ლენტი. აქ ბატონო მოსამართლე ერთ დეტალს გაუსვა მხარს, რომ მოწმეები მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში აპელირებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ შუშები ჩაიმდრო და დაუზიანა მორეს კუტანიძემ ამ ადამიანს ეს კალის შუშები. თუმცა, როდესაც შემთხვევის ადგილის ფოტოსურათებს ვათვალიერებთ და დასკვნასაც როდესაც გავაცნობით, საუბარია ერთ შუშაზე და ამავდროულად თუ თვითონ ამოღებულ შუშებსაც შევხედავთ, იქ პატარა ნამსხვრევი ამოღებული და არა იმ ოდენობის შუშები და იმ ოდენობის ფანჯრის ნამსხვრევი, რაზეც უნდათ ასე ვთქვათ და მოწმეებს ესაუბრათ სასამართლო პროცესზე და ასე ვთქვათ უსვამდნენ ხარს მთელი მათი დაკითხვის პერიოდში. ციური ლამაზაშვილმა ინციდენტის შემდგომ თავად არეკა 12-ში ხო, და აქ ერთ მომენტს გავუსვა ბატონო მოსამართლე ხას, ვინაიდან შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე და ფოტოილუსტრაციაზე ვაკეთებდი აქცენტს, სასამართლოს ხომაზე დაიკითხა გიორგი გოგოჭური, რომელმაც განაცხადა, რომელმაც აღწერა ის მიმდინარეობა, რაც თვითონ ის მოქმედება, რაც თვითონ ჩაატარა და როდესაც ბრალდებული დაიკითხა იქ ვინმე შემთხვევის ადგილზე როდესაც მიბრძანებდა ვინმეს ეტყობოდა დაზიანების ნიშნებია, გოგოჭურმა თქვა, რომ არავის არაფერი ეტყობოდაო და აქ თქვენს ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ გოგოჭური ამ შემთხვევაში საუბრობდა ციური ლამაზოშვილზე, იმიტომ რომ სწორედ ციური ლამაზოშვილის მონაწილეობით, ასე ვთქვათ, ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება. და პროკურორის კითხვასაც უპასუხა აი ასე, გადმოვარდეთ მოსამართლეს. კი ბატონო. ალბათონი მახსოვს ვინც ამბობდა რომ დაუზიანა ვიღაცამ ქონება. კი ბატონო. იმაზე არის ეს პროკურორის კითხვაზე ამ შემთხვევაში ზიანთა დაზიანებების მიყენებასთან დაკავშირებით ხაზგასმა არ ყოფილა. კი ბატონო. აქ გავაგრძელებ ბატონო მურს. ციური ლამაზოშვილმა ინციდენტის შემდგომ თავად არეკა 12-ში, რა დროსაც როგორც გვეუბნება იყო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. განიცადა მუქანის განხორციელების რეალური შიში მოროს კურტანიძისგან, მაგრამ ოპერატორს არაფერს ეუბნება, მხოლოდ სახლის დარღვევებით იფარგლება. სასამართლოში დაკითხვისას ვერ ახსნა, რატომ აფიქსირებს შეტყობინებში დაამბრობებთა მრავლობით რიცხობრიობას, თან პიროვნებათა ვინაობის დაუკონკრეტება. დაკითხული მოწმეები სასამართლოში დაკითხვისას აძლევენ ჩვენებებს, რაც წინააღმდეგობაშია გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებასთან და ექსპერტიზის დასწრასთან, ექსპერტ გუნაზი ტატანაშვილის ჩვენებასთან, რომელმაც სასახად დაასტურა, რომ თვალზე, გვერდზე, ყელზე არანაირი დაზიანება ციური ლამაზოშვილს არ ქონია. უტყუარია ის განმეორება, რომ მართლაც რომ დაერტყა ვინმე ციური ლამაზოშვილისთვის თვალზე მუშტი მოიჭირა, მაგრამ ხელი ყელზე ეჯანჯღარა, მუცელზე ერტყა, ისე გამეტებით, რომ თურმე დღესაც კი დასიებული აქვს დაზარალებულს, რა თქმა უნდა ეს ექსპერტიზისთვის შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა და შესაბამისად ეს აუცილებლად აისახებოდა ექსპერტიზის დასკვნაში. ფაქტია, დაზარალებულის მეზობლების ჩვენებები არის ურთიერთგამომრიცხავი, არათანმიმდევრული, გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში მიცემული ჩვენებები წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსთან არ არის თანხმდროში, რაც სასაფად მიუთითებს, რომ დაზარალებულის მეზობლების ჩვენებები ასახულია მომხდარი ფაქტი არასწორად. ისინი ცდილობდნენ დაებრალებინათ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფისათვის დანაშაული, რაც არ ჩაუდენია, დაერწმუნებინათ სასამართლო ამ სიცრუეში, რაც გჯერა სასამართლოს არ გამოყარია და რა თქმა უნდა არ უნდა იქნეს, ამიტომაც ისინი გაზიარებული და საფუძველი ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის უსამართლობის ჩავარდების. მაგრამ ერთი საკითხი ბატონო მოსამართლე, რაზეც თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილა, როდესაც ამტკიცებულებათა გამოკვლევა მიმდინარეობდა სასამართლო პროცესზე, იკითხებოდა მოწმეები, ჩემს დაცვის ქვეშ ყოფს არავინ ხელ დაუფიქსირებია სასამართლო პროცესზე, განსაკუთრებით როდესაც იკითხებოდა პოლიციის მუშაკები, იკითხებოდა დამკავებელი და დანარჩენი მოწმეები, რომ დაკავებისას ჰქონდა კანონის დარღვევას ადგილი. და რომ მან ამის შესახებ მიმართა ინსპექტორის სამსახურს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წესი იყო დარღვეული. ჩემი დაცვის კოჩხობი მთელი პერიოდის განმავლობაში სასამართლოს ხოდა ყურადღება მიექცია და გაეგო მისგან ის გარემოება, რომ ვიდრე მას დააკავებდნენ
მოხდა მის მეუღლესთან სატელეფონო ზარის განხორციელება, მეუღლისგან პერსონალური ინფორმაცია იქნა, ასე ვთქვათ, გამოსთხოვეს მას პერსონალური ინფორმაცია, ისი უფლებად სამართალდამცავებს არ ჰქონდათ. შემდგომში სამართალდამკავებლები გარეთ ფოტოსურათით ელოდებოდნენ მორეს კურტანიძეს და ამის შემდგომ უკვე როდესაც მორესი გამოვიდა სახლიდან, შემდგომში მოხდა მისი დაკავება და ამასთან დაკავშირებით მორეს კურტანიძეს სხვა ინსტანციებისთვის სხვა ორგანოებისთვის აქვს მიმართული, ერთ-ერთი როგორც თავად ბრძანებს არის ინსპექტორის სამსახური და ის მოლოდინში არის სამართლიანი გადაწყვეტილების ამ თვალსაზრისით. თუმცა ბატონო მოსამართლე, ჩვენ ვთხოვთ, რომ თქვენც გაამახვილოთ აღნიშნულ დარღვევაზე ყურადღება და როდესაც მტკიცებულებების შეფასებაზე მიდგება საკითხი და თითოეულ მტკიცებულებას, ასე ვთქვათ, თითოეული მტკიცებულების ერთმანეთთან თითოეული მტკიცებულების, ასე ვთქვათ, გააზრებას ექნება ადგილი სასამართლოს მიერ, რა თქმა უნდა, ჩვენი მედი გვაქვს, რომ თქვენ ამ ყველაფერს სწორად შეაფასებთ, სამართლიანად შეაფასებთ და რა თქმა უნდა, აღნიშნული საკითხები ჩვენ სასარგებლოდ იქნება გაზიარებული. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე ნაწილი იმპერატიული განაწესის მიხედვით გამომთქმულებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უთვარ მტკიცებულებებს, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყვეტს ბრალდებული სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად გამომთქმულებელი განაჩენი უნდა ეფუძნებდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვმა ადასტურებს პრილის პარალელობას, იგივე შინაარსის მატარებელი ამავე კოდექსის 82 მუხლი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259 მუხლის მეორე ნაწილი თანახმად სასამართლოს განაჩენი კანონიერია თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან, ხოლო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანით კი ირღვევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით დაცვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება მოიცავს სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთ ასპექტს. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან ბატონო მოსამართლე, თქოს სწორად შეაფასოთ გადაჭრა სამხილებს შორის წარმოშობილი წინააღმდეგობები, სწორად აწონდაწონოთ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთის გამომრიცხავი მტკიცებულებები და გამოიტანოთ ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება გამამართლებელი განაჩენის სახით. მორესი კურტანიძე უდანაშაულოდ ცნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილი და სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და თვეების განმავლობაში პენტენციურ დაწესებულებაში გამოკეტილ უდანაშაულო ადამიანს, რომელიც სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, დაუბრუნოთ მომავლის იმედი. მე ამით ჩემი დასკვნითი სიტყვა ამოვწურე და თქვენი სამართლიანი გადაწყვეტილების იმედზე ვართ. მე ბრალდების საქმის მასალების ანალიზის შედეგად გამოვიდა, რომ პროკურორ მარიამ კალიაშვილმა ბრალი წამიყენა წინა პირობის განაჩენს. არ მომხდა არარსებულ დანაშაულისათვის. კერძოდ სისხლის სამართლის კოდექსის 151 და 126 მუხლის პირველი ნაწილები ხსება და მუქარა. პროკურორ მარიამ კალიაშვილის მიერ სასამართლოში შეტანილი ჩემი ბრალდების საქმის მასალების შინაარსის მიხედვით აღნიშნული თითქოს ჩავიძინეთ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის 3 ეპიზოდად. კერძოდ ნიჭის დაზიანება ხსება და მუქარა. პირველი პროკურორ მარიამ კალიაშვილი ნიჭის დაზიანებაში გულისხმობს თითქოს და ჩემთვის უცნობ თავისი თანასოფლელი ვიღაც კახეთიდან ჩამოსული ვინმე ციური ლამაზოშვილს გაუმტვრიეს სახლის კარების დამტვრეული შუშა. ვინმე დამტვრეული. მეორე პროკურორ მარიამ კალიაშვილი სემაში გულისხმობს თითქოს და თავის თანასოფლელი ჩემთვის უცნობი ვიღაც კახეთიდან ჩამოსული ვინმე ციური ლამაზოშვილი ისე ძლიერად მცემე რომ თითქოს და სხეულის სხვადასხვა მიდამოში დალურჯებები მივაყენე და თითქოს და ცემის შედეგად ციტირებ ლამაზოშვილის სიტყვებს ფაქტიურად მკვდარი ვიყავი, მომკლაო. მესამე პროკურორ მარიამ კალიაშვილი
მუქარაში იმას გულისხმობს, რომ თითქოს და თავის თანასოფლებს ჩემთვის უცნობ ვიღაც კახეთიდან ჩამოსულს თბილისში, ვინმე ციური ლამაზოსის თითქოს და ცემის დროს ვემუქრებოდი სიცოცხლის მოსყობი. გასათვალისწინებელია ის განმეორებაც, რომ პროკურორის გადმოცემით ეს სამიო ეპიზოდი არ მომხდარი დანაშაული გავიდნენ თითქოს და თბილისში, შუღურეთის რაიონში, სუნდუკიანის ქუჩა ნომერ 9-ში. სასამართლომ ასევე ყურადღება უნდა გაამახვილოს ერთ მნიშვნელოვან განმეორებაზე, რომ საქმის მასალების მიხედვით არ დასტურდება პროკურორ მარიამ ტანიაშვილის მიერ მოგონილ დანაშაულთან ჩემის შემხედრება, მიზეზობრივი კავშირი. პროკურორის მიერ ჩემს მიმართ მოგონილი დანაშაულის ჩადენის მიზანი და მოტივი და ასევე შედეგი. რეალურად ზიანი არ არსებობს. ჩემს მიმართ, ანუ მეოთხე, ჩემს მიმართ პროკურორის წინაპირობის გარეშე ბრალის საკენების ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს შემდეგი დოკუმენტი. 112 სამსახურის შეტყობინება, რეგისტრაციის ნომერი 2093-882 2020 წლის 5 სექტემბერში, სადაც აღნიშნულია, რომ ციური ლამაზოშვილი არავის არ უცემია და არავინ არ ემუქრებოდა სიცოცხლის მოსყიდვას. პროკურორის ეგრეთ წოდებული დაზარალებული ციური ლამაზოშვილი რომან ყოფილა ნაცემი ადასტურებს შემდეგი დოკუმენტები. პირველი, ლევან სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მეორე, სამედიცინო ექსპერტი გულნაზი ტატანაშვილის სასამართლოში მიცემული ჩვენება. მესამე, ექსპერტ კრიმინალისტი გიორგი გოგოჭურის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. მეოთხე, 112 სამსახურის შეტყობინება ნომერი ესა და ეს უკვე ასევე საყურადღებოა გარემოება, რომ სრულმოწმე ციური ლამაზოშვილის შუშები, რომანამის დაუნტრევია დასტურდება შემდეგი დოკუმენტები. პირველი, 2020 წლის 5 სექტემბრის შედგენილი დათვალიერების ოქმით და მეორე, ექსპერტიზის დასკვნა ნომერი 879 წილადი I. კერძოდ, დათვალიერების ოქში ასახულია ფოტომასალა, რაშიც აღნიშნულია, რომ ბინძური სარდაფის მაგვარი სრულმოწმე ციური ლამაზოშვილის ეგრეთ წოდებული საცხოვრებელი ფართის შესასვლელი ხის ოფიცრიანი ბინძური კარის მარჯვენა ფრთის ქვედა შუშა დასკოჩილია, რადგან შუშაზე შეინიშნება ბზარება, ხოლო ამოთეხილი შუშის ცარიელ ადგილში გატარებულია სავარაუდო დენის ან ტელევიზორის ანტენის მავთული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ციური ლამაზოშვილის ბინძური საცხოვრებელი ფართის ბინძური კარის მარჯვენა ფრთის ქვედა შუშა გატეხილი არ არის ჩემს მიერ 2020 წლის 9 სექტემბერს, არამედ უფრო გვიანდელ პერიოდში. ასევე საყურადღებოა ის გარემოება, რომ სამივე სრულმოწმე მარიამ მიროსაძე, ჟუჟუნა ვაშაკიძე და ციური ლამაზოშვილი რომ არ მიცნობდნენ დასტურდება შემდეგი დოკუმენტები. პირველი, სამივე სრულმოწმე ერთხმად აღნიშნავენ, რომ ჩემი სახელი და გვარი არ იცოდნენ და მათ უთხრეს ძველი თბილისის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლებმა იხილეთ მათი როგორც წერილობითი, ისე სასამართლოს სხდომაზე მიცემული ჩვენებები. მეორე, ის რომ ორმა სრულმოწმემ, ციური ლამაზოშვილმა და ჟუჟუნა ვაშაკიძემ, რომლებიც მონაწილეობა მიიღეს ჩემი ფოტოსურათით ამოწმობაში, რაც უკვე ქალბატონმა ადვოკატმა მოგახსენათ ამის შესახებ მეუბნებოდ დავამატებ. სასამართლოს სხდომაზე მათი დაკითხვის დროს ერთ-ერთმა ვაჯარმა ვერ მოახერხა ჩემი ამოწმობა, კერძოდ, ჩემი სახისა და ფიზიკური გარემოების მახასიათებლების აღწერა, მხოლოდ აღნიშნეს სასამართლოს სხდომაზე, როცა მე თვითონ ვაჩვენე. მათ გადახოცვილი ჭაღარა თმა, ხოლო ამოწმობის ოქმში აღნიშნავენ, რომ თითქოს და მაქვს წაბლისფერი მოკლე შეჭრილი თმა. და ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჩემი დაკავებისას თავი მქონდა გადაპარსული. და არა მოკლე შეჭრილი თმა იხილეთ 2020 წლის 7 სექტემბრის სასამართლოს სხდომის ოქმით, სადაც აჩქარად ჩანს, რომ თავი მაქვს გადაპარსული. ეს არის წინათ უბრალოდ აქტი გონიზების სასამართლოს სხდომა, სადაც ჩემი ფარგლებს პატიმრობა კაფეზე შევიყავი მამ დროს, როცა დისტანციურად დამკითხე. მესამე,
112 სამსახურის შეტყობინება ნომერი 2093-882, რაშიც აღნიშნულია, რომ ციური ლამაზოშვილმა დაეკა 112 სამსახურში და გამოიძახა პოლიცია და აღნიშნა, რომ ვიღაცები მიუწვდნენ და დაუღიეს სახლი. ასევე საყურადღებოა, რომ ჩემი დაკავება მოხდა არა პროკურორის მიერ, მოგონი ბრალდების დანაშაულის ადგილზე ჩუღურეთის რაიონში სუნდუკიანის ქუჩას 9 ნომერში, არამედ ზედასავლური ზურაბ ბეგიაშვილის ქუჩაზე ნომერი 16-ში. ჩემი სახლის წინ ჭიშკართან და აქედან დაიწყო ჩემი ხელოვნურად დაკავშირება პროკურორის მიერ მოგონი პროვოკაციული აბსურდულ ბრალდებასთან. ასევე საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა ჩემს მიმართ მიმართავს ძალიან მდაბიურ ბინძურ ხრიკებს. კერძოდ, ჩემს მიმართ იყენებს ორ ჭკუას სუსტ ხანდაზმულობის ასაკს გადაცილებულ ავადმყოფ ქალებს მოწმეებისა პასუხისმგებლობა რომ არ დაეკისროს კანონის სულჩვენების მიცემის ფაქტზე ხანდაზმულობის ასაკიდან გამომდინარე. კერძოდ ჯუჟუნა ვაშაკიძე და ციური ლამაზოშვილი, რომელთა ჩვენებებიც არ არის სარწმუნო. ასევე საყურადღებოა პროკურორ მარიამ თალიაშვილმა განზრახ გააჩიანულა სრულმოწმეების მოყვანა სასამართლოს სხდომაზე. უფრო სწორედ არა მოყვანა, არამედ დისტანციურად სრულმოწმეების ჟუჟუნა ვაშაკიძესა და ციური ლამაზოშვილის ქართულ სასამართლოს სხდომაზე. ერთი კახეთიდან, ერთი თბილისიდან. კერძოდ დაკავებული ვარ 2020 წლის 5 სექტემბერში. ხოლო სრულმოწმე ჟუჟუნა ვაშაკიძე სასამართლოს სხდომაზე დისტანციურად ჩართო პროკურორმა 2021 წლის 14 მაისში. ამით ჩემი დაკავებიდან 8-სა და 15 წლის შემდეგ. სრულმოწმე ჟუჟუნა ვაშაკიძემ და პროკურორმა სასამართლოზე მოწმის განგვიანებით წარმოდგენის მიზეზად აღნიშნეს. სრულ არგუმენტი თითქოს და სრულმოწმე ჟუჟუნა ვაშაკიძე 8 და 15 წლის განმავლობაში იყო ცუდად. ანუ თავშეუძლოდ გრძნობდა. ხოლო აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად პროკურორს არ წარმოუდგენია სამედიცინო ბარათს ექიმის ცნობა. რაც უყურა დაადასტურებდა სრულმოწმე ჟუჟუნა ვაშაკიძეს სასამართლოს დასაკითხად წარმოუდგენლობის დაგვიანებით წარმოდგენის საპატიო მიზეზს. იგივე შეიძლება ითქვას სრულმოწმე ციური ლამაზოშვილი. იგი 2021 წლის 14 აპრილსა და მაისს დისტანციურად ჩაერთო სასამართლოს სხდომაზე კახეთიდან, საწოლზე წამოწოლილ მდგომარეობაში. ხდებოდა მისი გამოკითხვა იმ ილუზიის შესაძლებლად თითქოს და შეუძლოდ გრძნობდა თავს. ეს სიმულაციური სცენები, რა თქმა უნდა, პროკურორ მარიამ თალიაშვილი დირიჟორობით და ხელმძღვანელობით ხდებოდა. სასამართლოს სხდომებს განზრახ გაჭიანურებით გამართლების მიზნით ასევე მოსამართლე ქალბატონი ნინო ელიაშვილი აქტიური მხარდაჭერითა და აქტიური ჩართულობით, კერძოდ მოსამართლე ნინო ელიაშვილმა დაარღვია საპროცესო კოდექსი და წინა სასამართლოს სხდომის მოსამართლე ლევან გელოვანის დადგენილება და საქმის არსებითი განხილვა დაიწყო მე-40 დღეს ნაცვლად მე-14 დღისა. არასაპატიო მიზეზი. როგორც მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში ნომერი 1/548 ჩამოყალიბებული განმარტებას საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზუგრაბ ელუქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ზემოთ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივ სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს. განამტკიცებს უდანაშაულო პირის მჟავდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. In dubio pro reo, რომლის თანახმადაც დაუშვებელია პირის მჟავდება საერთო ხასიათის ბრალდებელი საფუძვლები. და ამდენად სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის მხოლოდ მტუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი. წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა და ცდომინების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მჟავდება
უთუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების გადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულებების საფუძველზე ინფორმაციამ უთუარად და ეს მნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოქმნილი. ამდენად უთუარი მტკიცებულებების სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგმობისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე მხოლოდ ვარაუდების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრული ეჭვის მიღმა. უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩატენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია სახელმწიფო ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლის სამართლებრივი ძევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც მიუკერძოებენ ადამიანს, საზოგადოებას, გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის ჯანმრთელობის შესახებ. ასევე საფურაძლებოა პოლიციის გამომძიებელთა მიერ ეგრეთ წოდებული მოწმეების დაყოლება და წაკენდება ჩემს წინააღმდეგ ჩუჩვენების მიცემის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც დასტურდება შემდეგი დოკუმენტები. პირველი ფაქტი ნომერი პირველი ის, რომ სამივე სრულმოწმე ადასტურებს სასამართლოს სტომაზე, რომ ჩემი სახელი და გვარი და დაბადების წელი მათ უთხრეს პოლიციის გამომძიებლებმა ჩემს მიმართ გამოძიების დაწყებამდე. ფაქტი მეორე ის, რომ საქმის მასალებში არსებული დოკუმენტის სამედიცინო ბარათი ნომერი 673 სამედიცინო ბარათის შედგენის დროს საათი და წუთები ემთხვევა ეგრეთ წოდებულ გაზარალებულ ციური ლამაზოშვილის მოწმის გამოყენების ოფისის შედგენის დროს საათს და წუთებს. ანუ სასწრაფო დახმარების გამოძახება არ არის ასახული ლამაზოშვილის მოწმის გამოყენების ოფისში. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სასწრაფო დახმარების სრულ გამოძახების დროის მონაკვეთში ციური ლამაზოშვილი არ ყოფილა ცუდად და გამომძიებელ ბადურ ნაჩხებიას მაგიტომ გამორჩა მოწმე ლამაზოშვილის გამოყენების ოფისში სასწრაფო დახმარების გამოძახების ფაქტის დაფიქსირება. მესამე, ასევე მოწმე ციური ლამაზოშვილის ჩვენების მიცემაზე წაქეზება და დაყოლება პოლიციის გამომძიებლების მიერ ჩემს მიმართ დასტურდება შემდეგი გარემოებები. გამომძიებელი ბადურ ნაჩხებია ციური ლამაზოშვილის კითხვა პასუხს აფიქსირებს გამოკითხვის ოფისში. თითქოს და ჩემს მიერ ძლიერად თვალის არეში დარქმის შედეგად ლამაზოშვილის თვალი აქვს დასიებული, რაც არ დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ხოლო გამომძიებელი არ რეაგირებს ჩუჩვენების მიცემის ფაქტზე. მეოთხე, ჩუჩვენების მიცემაზე წაქეზება და დაყოლება პოლიციის გამომძიებლების მიერ კვლავ გაგრძელდა სასამართლოს სხდომებზე. კერძოდ 2014 წლის 14 აპრილს სასამართლოს სხდომაზე ეგრეთ წოდებულ მოწმე ციური ლამაზოშვილის გამოკითხვის მსვლელობისას გამომძიებელ ლავროსი განსახურდია სამგზის გარკვეული პაუზები ყურში ჩასურჩულა ციური ლამაზოშვილი, ხოლო მოწმე ლამაზოშვილმა გამომძიებლის აშკარა წაქეზებით და მოსამართლის დუმილით ისარგებლა და ჩემს მიმართ მისცა წუჩვენება. ასევე ლამაზოშვილის სასამართლოს სტომაზე მაყენებდა შეურაცხყოფებს სხეული გადასიცოცხლის მოსპობის მემუქრებოდა. იმ ილუზიის შესაქმნელად დამაჯერებოდნენ და სარწმუნოდ რომ წარმოჩენილიყო მისი წუჩვენება ჩემს მიმართ მართლა. სასამართლოს სხდომაზე აშკარად იგრძნობოდა, რომ ციური ლამაზოშვილზე გაზარალების მიღების მორგების მცდელობა, რამაც მხოლოდ ამაზრზელი კომიკური სახე მიიღო და მეტი არაფერი. აქვე დააუნიშნო ეს ზემოთხსენებული გარემოებები, ლამაზოშვილის წაქეზება, წუჩვენების ყურში ჩაჩურჩულებები და ასე შემდეგ 2014 წლის, უпростоრად 2021 წლის 14 აპრილს ფდომის ოფისში არ არის ასახული. ფდომის ოკმი გააკალბა სასამართლო და ჩემამდე დამონტაჟებული მოვიდა ძმენახევის დაგვიანება. იაფასიანი ინდური
ტელესერიალის მსგავსად დაამონტაჟა სასამართლოს სხდომის ოქმი, სავარაუდოდ სხდომის მდივანმა. იმიტომ რომ წკბეტილად ის კადრი საერთოდ არ ჩანს. მხოლოდ ერთი. მეხუთე ფაქტი, ასევე მოწმეციური ლამაზაშვილის სუჩვენების მიცემაზე საკითხება და დაპყრობა პოლიციის გამომძიებელთან მიერ ჩემს მიმართ დასტურდება შემდეგი კუთხური მტკიცებულება. 112 სამსახურის შეტყობინები 2020 წელი 5 სექტემბერი 18 საათი და 11 წუთი, სადაც არ არის აღნიშნული ცრუ მოწმე ზიური ლამაზაშვილის მიმართ მუქარადა ცემის ფაქტი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ როგორც კი ჩაერთო ძველი თბილისის პოლიციის მეორე განყოფილება, მას შემდეგ მოხდა ჩემი ხელოვნურად დაკავშირება აღნიშნულ არ მომხდარ პოლიციელების გამომძიებლების მიერ მოგონილ სემა მუქარის ბრალდებასთან. ხოლო პროკურორ მარიამ ტალიაშვილმა დააგვირგვინა და ბრალი წამიყენა არ მომხდარ დანაშაულზე წინაპირობის გარეშე. კოჩახ მარიამ. დიდი პრემია მარიამ. ზემოდაღნიშნული განმეორებები და დოკუმენტები უთხოვანა დადასტურებენ, რომ ძველი თბილისის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომელმა და ამავე რაიონის პროკურატურამ, ან პროკურორ მარიამ ტალიაშვილმა ჩაიდინა სამოხელეო დანაშაული და ჩემს მიმართ ხელოვნურად შექმნეს არ მომხდარ დანაშაულზე ბრალდების მტკიცებულებები, არარსებული როგორ. ეხლა კი მოგახსენებთ თუ როგორ მოხდა ხელოვნურად ჩემი დაკავშირება ამ არ მომხდარ დანაშაულთან პროკურორის მიერ მოგონილ სემა მუქარის ბრალდებასთან კერძოდ პირველ ყოვლისა გთხოვთ იხილოთ ჩემს მიერ სასამართლოში მოსამართლის სახელზე აპრილის თვეში გამოგზავნილი 2 წელრობითი საჩივარი. პირველი 2021 წლის 6 აპრილი, ნომერი 8056 წილადი 24 და 2021 წლის 28 აპრილი, ნომერი 9982 წილადი 24. ეს ორივე განცხადება პარალელურად გადაეგზავნა მარიამ ტალიაშვილს პროკურორს გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. გასუსული და რეაგირებას არ ახდენს ეგ საინტერესო. ეხლა მოგახსენებთ მოკლედ თუ რაში მდგომარეობს ხელოვნურად დაკავშირება ამ მოგონილ ბრალდებასთან. 2005 წლის 5 სექტემბერს ჩემს დაკავებას წინ უსწრებდა ფარული საგარეჯო მოქმედება, რაც მიზნად ისახავდა განზრახ უკანონო ჩემს დაკავებას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 153 მუხლის ფარული საგარეჯო მოქმედების ჩატარების წესი მეორე ნაწილი კრძალავს ნაკლებად მძიმე კატეგორიის ქმედებაზე ფარული საგარეჯო მოქმედების ჩატარება. მაგრამ მიუხედავად ხსენებული კანონის განსაზღვრებისა, ძველი თბილისის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლებმა იგნორი გაუკეთეს ხსენებულ კანონს, ჩაატარეს ფარული საგარეჯო მოქმედება და არგუეს კანონიდან მოახდინეს განზრახ უკანონოდ ჩემი დაკავება, რაც გამოიხატა შემდეგში. კერძოდ 2020 წლის 5 სექტემბერს ძველი თბილისის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლებმა ხარულად მოიპოვეს ჩემი ცოლის მირე ევსტათიევას ტელეფონის ნომერი. მოთხოვებით გამოსდალეს ჩემი საცხოვრებელი მისამართი, თხოვთ იხილოთ დანარჩი ჩემი ცოლის განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სახელზე. აგრეთვე იხილეთ თქვენთან გამოგზავნილი ჩემი საჩივარი 6 აპრილს, როგორც ქალბატონ მოსამართლესთან, ისე ქალბატონ პროკურორთან და შემიძლია გადავიდე იქ. ანუ ხსენებული საჩივარი ასახავს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, თუ საიდან მოიპოვეს ჩემი ცოლის პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის ჩემი ცოლის მირე ევსტათიევას ტელეფონის ნომერი და ასე შემდეგ. 2020 წლის 5 სექტემბერს ღამის საათებში სახლიდან გამოვედი და ჭიშკართან მაკავებენ ძველი თბილისის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლები. ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელს ავთადი გომარელს ხელში ეჭირა ჩემი ფოტოსურათი. ანუ მიცვალთვალებდნენ 2021 წლის 17 მარტს ხსენებული პოლიციის თანამშრომელმა ავთადი გომარელმა სასამართლოზე დაკითხვისას განაცხადა, რომ ინფორმაცია ჰქონდა ჩემი საცხოვრებელი მისამართის შესახებ და ჩემი ფოტოსურათით მომარჯვებული მელოდნენ ჩემი სახლის წინ. ჩემი კითხვისას თუ ვინ მიაწოდა ინფორმაცია ჩემი საცხოვრებელის შესახებ, მან ავთადი გომარელმა განმარტა, რომ საიდუმლოა და ვერ მეწყოდა აღნიშნული შესახებ. ხოლო თუ ავთადი გომარელი მარავს საკუთარი უკანონო მოქმედებებს და ფუნქციებს კანონიერების საფარქვეში, რათა გააფრთხილოს და დაფაროს ჩადენილი უკანონობა, მაშინ მე ვიტყვი და ვამხელებ.
დანაშაულში. აღნიშნული არ მოხდა დანაშაულთან, რაშიც მემდებენ ბრალს თითქოს და თავისნაირი მაწუარა, ვიღაცა ფცევე და თითქოს და დავემუქრეს სიცოცხლის მოსმობით, აღნიშნულ ყარ ბრალდებასთან ხელოვნურად დამაკავშირდა. ძველი თბილისის პოლიციის განყოფილების მეორე განყოფილების თანამშრომლებს უნდათ მიეღოთ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, განზრახველობა, ანუ მეორე ჩამეტი, ანუ ჩართულობა იყო აშკარა მათი დანაშაულებრივი ინსპირაცია. მაგრამ საწადელს ვერ მიაღწიეს და მოიგონეს საკუთარი მახინჯი ფანტაზიებით ეს არ მომხდარი დანაშაული, ცემა და მუქანა და ხელოვნურად დამაკავშირეს მათ მიერვე მოგონილ სრულ ბრალდებასთან. ერთდროულად დაურეკეს ჩემ ცოლს და მოთხოვებით გამოსდალეთ ჩემი საცხოვრებელი სახლის მისამართი. შემდეგ კი დამაკავეს განზრახ უკანა. იხილეთ ჩემი ცოლის განცხადება, როგორც თქვენთან იდება ეს განცხადება. დანართის სახით. ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს უკანონობა გააყრავა და გააფორმა კანონიერად. ამგვარია კანონია მოგიწოდეთ. მე ადგილი იქავა. ეს ფაქტიკა დაასრულეთ ხო ბატონო მორეს? არასაკუთრებული მოსახლეობა. დიახ, თავს. კი ბატონო. ფოტო. სასამართლო აცხადებს მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს მოისმინა რა მხარეთა და სკნითის სიტყვები მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე და ხელმძღვანელობს რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258, 260, 261, 274, 277, 279, 292, 293 მუხლებით და ადგენს. მორეც კურტანიძე ცნობილი იქნება დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილითა და 151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედასომად განესაზღვრება 126 მუხლის პირველი ნაწილით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 151 მუხლის პირველი ნაწილით 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსიდან გამომდინარე 126 მუხლის პირველი ნაწილისთვისაც და 151 მუხლის პირველი ნაწილისთვის მაქსიმუმი გახლავთ 1 წელი თავისუფლების აღკვეთა. ამ სანქციის განსაზღვრისას, რა თქმა უნდა, სასამართლო მხედველობაში იღებს წარსულ ნასამართლობასაც, რომელიც მას გაქარწყლებული არ ქონია სულ რამდენიმე დღე აკლდა ნასამართლობის ვადის გასვლამდე, რომ გაქარწყლებულად ჩათვლოდა მას ნასამართლობა, რომელიც ბოლო განაჩენით ჰქონდა განსაზღვრული, შესაბამისად სასამართლო სამართლებრივად ვერ შეძლებდა სხვა სასჯელის განსაზღვრას. სისხლის სამართლის კოდექსის 59 მუხლის მესამე ნაწილით სასამართლო შთანთქმით ნიშნავს სასჯელს და 1 წლით თავისუფლების აღკვეთას განსაზღვრავს დანაშაულთა ერთობლიობის ჯამში. რაც შეეხება სასჯელის ათვლას, იგი დაკავების დღიდან აითვლება 2020 წლის 5 სექტემბრიდან. რა თქმა უნდა, გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა ამით უქმდება. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეზე დართულ საგნებსა და ნივთებს, აქ არის დისკი, ასევე არის ხის ჯოხი და მინის ნამსხვრევები. დისკი საქმის შენახვის ვადით იქნება შენახული, ხის ჯოხი და მინის ნამსხვრევები განადგურდება კანონით ადგენილი წესით შემაჯამებელი გადაწყვეტილების, ანუ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განაჩენი კანონიერ ძალაში გახლავთ გამოცხადებისთანავე და იგი გასაჩივრდება გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. რაც შეეხება სასამართლოს ხდომისოქსა და განაჩენს ხდომისოქთან მიმართებით მხარეებს ხელმისაწვდომობა იცით, რომ ყოველი ხდომის დასრულების შემდგომ გაქვთ ეს ხდომისოქმები გადმოცემული იყო ისედაც და ამიტომ დღეს რო შეგიძლიათ მოითხოვოთ შესაბამისი ხდომისოქმი, რომ გაეცნოთ და იცოდეთ რა არის ასახული, თუმცა იცით, რომ ეს ყოველივე იწერება და აქ
მხოლოდ სასამართლო ტექნიკური თვალსაზრისით ახდენს ასლების გადაღებას და მხარებისთვის მიწოდებას, რაც შეეხება განაჩენს იგი კანონით დადგენილმა და შეთანხმდება, რა თქმა უნდა, სადაც ასახული იქნება სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ რის საფუძველზე მიიღო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება. რაც შეეხება მჟავრდებულ პირს, მას უფლება აქვს შეწყალებასთან დაკავშირებით მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს. სასამართლოს ხდომა ამით დასრულებული გახლავთ. კარგად გრძელდებოდეთ. მე ხმადარობ